მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სულიერი მამის გარდაცვალებას და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ არ ჩამოსულიყო პროლუსული ეპარქიის არანაირი წარმომადგენელი საქართველოში, რომლებიც არ აღიარებდნენ ილია მეორეს ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად და ამასთანავე ძალიან დიდი პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ რუსული ეპარქიის მღვდელმსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ბომბებს აკურთხებდნენ სხვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის სასიკვდილოდ. მე ვფიქრობ, რომ ამ კატეგორიამ ჯობია, რომ თავი შეიკავონ ჩამოსვლისაგან, რაც შეეხება მსოფლიოს მიტროპოლიტის, მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, რომ მივესალმები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს თუ რა მოხდება ხვალინდელ დღეს საქართველოში. მაგრამ მოდი მე დღევანდელ გადაცემის თემაზე გადავალ ჩემ პოზიციაზე და მინდა გავამახვილო დღევანდელი ყურადღება თქვენი იმაზე, რომ ძალიან მასიურად მიმდინარეობს ქართული ტელევიზიების, ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით, ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გაправება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაправება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, სადაც ის ბავშვები, რომლებიც იმ პერიოდში პატარები იყვნენ, ძალიან დიდი სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათ ახსოვს მათ ცხოვრებაში ჩამოსული იმ პერიოდში, სანამ ისინი ბავშვები იყვნენ, მათ ახსოვთ ჩამოსული ბუში, როგორც ეკვავდა თბილისში მოედანზე და შედარებას აკეთებენ იმაზე, თუ როგორ იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ირანში და სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ევროპას და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევაში შემიძლია ერთი ფაქტიც გავიხსენო, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილი თანამდებობის პირი გამოდის და ამბობს, რომ თურმე საზოგადოება ბრჭყალებში უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ კრიმინალს ებრძოდა და მეტი არავის და რომ რადგან ქართული ოცნება ასეთი ცუდია, ასეთი კორუმპირებულია, ასეთი მოძალადეა, რეპრესიების გამტარებელი პარტია, ამიტომ თავისთავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის, რომ ანგელოზები არიან და უკან ფრთები ამოსდიოდათ 9 წლის განმავლობაში და ყველაფერი რაც იქ ხდებოდა 9 წლის განმავლობაში და რის გამოც ჩვენ, ვისაც გვახსოვს რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, რატომაც ჩვენ ვეძახდით სისხლიან რეჟიმს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მე თუ მეტყვი იმ პერიოდის კრიმინალები თუ იყვნენ სულხან მონაშვილი, მერაბ ქვარია, ზურაბ ჟვანია, გენერალი თეთრაძე, ყველა ის 200 პატიმარი, რომელიც მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაპატიმრებული, დაკავებული წლების განმავლობაში, რო ქონდათ 20-25 წლების შეფასება და შემდეგ მათ წოდება მიეცათ, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები იყვნენ რეალურად და ისინი ცოტა არ იყვნენ, ეს იყო 200 პოლიტპატიმარი, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის გამომძიებლები, ის მოსამართლეები, ის პროკურორები, რომლებმაც ეს 200 ადამიანი გაზეთ, დღესაც თანამდებობაზე იმყოფებიან, მაგრამ ამას ყურადღებას არ მივაქცევ, მე გავაგრძელებ კიდევ ყველა იმ რესტორნის დირექტორი, რომლების ქონებაც წაიღო ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის რიყეზე მდებარე რესტორნები, ყველა ის ღვინის ქარხნები, რომლებიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა მეპატრონეებს და გადასცა თავისი გუნდის წევრებს და რომელზეც დღეს მფლობელი არის რატომღაც ბიძინა ივანიშვილი. მე გავაგრძელებ გიგა გირკელიძე, რომელსაც ქონება წაართვეს და გადასცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფინანსების CentPoints, რომელზეც დღეს მფლობელობას აგრძელებს კახა კალაძე და ოცნების სხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და დეპუტატები, რომლებიც ოფიციალურად შემოსავალს იღებენ.
უამრავი სხვა ასეთი ქარხნები, ფაბრიკები, ვთქვათ, შეიძლება მაგალითად მოვიტანოთ მოდელების სახლი, მე მხოლოდ იმ შემთხვევებში ჩამოვთვლი, რაშიც მე ვმონაწილეობდი, როგორც ადვოკატი, რომლებიც ერთიანი მოძრაობის წევრებმა წაართვეს სააკაშვილიდან დაწყებული და კიდევ ვინც ყავდნათ იმ მოძალადე წევრებმა წაართვეს იმ პერიოდის მფლობელებს და გადასცეს თავიანთი გუნდის წევრებს და რატომღაც დღეს რომ ეს ქონება აღმოჩნდა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ხელშია. ამიტომ ამ თითოეული ამ ობიექტის გარშემო მე ცალკე გადაცემას გავაკეთებ, მაგრამ თუ დამნაშავეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსაზრებით ისინი არიან, ვინც ეხლა მე ჩამოვთვალე, მოდი მაშინ საზოგადოებას გავახსენებ, თუ რეალურად რა ხდებოდა 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით. და რატომ ვეძახდით ჩვენ იმ რეჟიმს, სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმს. აქ ფაქტი ხელისუფლება, ფაქტი იმისა, რომ ოცნება კორუმპირებულია, რომ ოცნება პრობლემურია, რომ არის მძარცველური, აგებულია ნეპოტიზმზე, აგებულია ძარცვაზე, მოქალაქეების უფლების დარღვევაზე, მასობრივად ხალხის მოტყუებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს სწორად და ამიტომ ისინი არ არიან დამნაშავეები. ისევე როგორც დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან ერთად მეთვი ქართული ოცნება. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ციხეებში არსებულ ვითარებაზე და ამ ფაქტთან მიმართებაში არაერთი საერთაშორისო დასკვნა არსებობდა. ესე იგი, მე რა მინდა უთხრა საზოგადოებას, ეს მხოლოდ ის არ არის, რომ ტელევიზიებით გადმოცემული ოპოზიციური არხების მოსაზრება იყო ან იმ ოჯახის წევრების, კრიმინალი წევრების, რომლებიც იმ პერიოდში უამრავი იქნა დაკავებული, დაპატიმრებული და ეს კრიმინალები იყვნენ საქართველოს მოსახლეობის 1/5. ეს არ არის პატარა ციფრი, ეს ძალიან დიდი ციფრია. მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ იმ პერიოდში ციხეებში არ იყო ადგილი, დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო, ზედმეტი იყო იქ ადამიანს რომ დაესვენა. მე აღარ ვამბობ იმაზე, რომ როგორ ეძინათ და როგორ რა მოპყრობები იყო ციხეებში პატიმრებით, მაგრამ მე ზუსტად იმ დასკვნებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც იმ პერიოდში 2005 წლიდან 2004-5 წლიდან მოყოლებული 2010-11 წლის ჩათვლით ევროპის საბჭოს ორგანიზაციებს გამოჰქონდათ დასკვნები და ეს არ იყო ერთჯერადი დასკვნები, ეს არ იყო ერთჯერადი დოკუმენტები, ეს იყო წამების პრევენციის კომიტეტი, ეს იყო ადამიანის უფლებათა კომისარი, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, პერიოდულად ამოწმებდა ციხეებში და ხალხის მდგომარეობას. და ამ პერიოდებში არაერთი უარყოფითი დასკვნა იდებოდა ხელისუფლების იმ პერიოდის წარმომადგენლების წინააღმდეგ. არაერთი ანგარიში იყო მითითებული არასათანადო მოპყრობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რამდენჯერად ჩამოვიდნენ საქართველოში ევროსაბჭოს წევრები, იმდენჯერ შევიდნენ ციხეებში და ინახულეს ის პატიმრები, რომლებთანაც მათ მოითხოვეს შეხვედრა. მაგრამ ბოლო პერიოდში რო იყვნენ ჩამოსული ეუთოს წარმომადგენლები, მოითხოვეს შეხვედრა, მაგრამ ვერ შეხვდნენ. ესე იგი, რაღაც სხვაობა ამ ორ ხელისუფლებას შორის არის. მაგრამ ის ძალადობის ნიშნები, რომლებიც იმ 9 წლის განმავლობაში იყო, ოცნებას არც დაესიზმრება. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დღეს ოცნება უფრო დიდი კანდიდატია იმისა, რომ ჰააგის სასამართლო გაასამართლებს, კანდიდატ კი არა, რეალური დამნაშავეა უკვე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ფაქტი არის დადგენილი იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი და ეს უკვე დადგენილი ფაქტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნება რეალური კანდიდატია ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე დაჯდომის და სწორედ ოცნების ბრალია ის, რომ თავის დროზე, როდესაც მიტინგები, ასეთივე მიტინგები ეწყობოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, როდესაც სისხლში ახშობდნენ ყოველგვარ გამოსვლებს, ხურავდნენ პრესას. ამასთან შედიოდნენ ტელევიზიებში შეერაღებული თავდასხმებით და მე მინდა გამოვყო გიორგი თარგამაძე, რომელიც დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს იღებს ყოველ დღე და ინტერვიუებს აქვეყნებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ტელეარხზე მუშაობს ადამიანი, რომელსაც იარაღით შეუარდნენ 2007 წელს და დაახურინეს გადაცემა. მე არ ვიცი, შეიძლება ფული ჯოჯოხეთს ანათებს და როცა ფულს იძლევიან არ აქვს პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა და პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტი იმისა, რაც ხდებოდა ეხლა ამ ოცნების ხელისუფლებასთან თუ შევადარებთ, ძალიან დიდი სხვაობა არ არის. თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ის 9 წელი გაცილებით უფრო მძიმე წლები იყო, ვიდრე ოცნების მმართველობის 13-14 კორუფციული მმართველობა. იმ პერიოდებში Human Rights Watch-ი სისტემატურად წერდა ციხეებში ძალადობაზე, ცუდ მოპყრობაზე, გადატვირთულობაზე, პატიმრების კვებაზე, განსაკუთრებით იმ პატიმრების, რომლებიც იყვნენ ახალი დაკავებული. არ ვიცი, ამ პერიოდში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებსაც და სახალხო დამცველის დასკვნებსაც, რომელიც იმ პერიოდში ქვეყნდებოდა. დღეს სოზარ სუბარი სახალხო დამცველი, რომელიც ამ დასკვნებს აქვეყნებდა, ოცნების პარტიული სიით არის გასული საქართველოს პარლამენტში და ოცნების პარტიული სიით გასული კანდიდატი, პარტიის ხელმძღვანელი დღეს ოცნების ოპოზიციად მოიაზრება ისე, რომ პარტია არ დაუტოვებია. ის პარტია არ დაუტოვებია, რომლის პროპორციული სიითაც გადის ძალიან უცნაური ხელისუფლება გვყავს, ეს დე-ფაქტო ხელისუფლება შეგვიძლია დავარქვათ ეუთოს დასკვნის შემდეგ, როდესაც ეუთომ თავის დასკვნაში აღიარა და ხაზი გაუსვა იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად გაყალბებული და ხელისუფლებასგან ითხოვს, რომ ხელახლა ჩატარდეს არჩევნები. ესე იგი, რა მინდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში ინფორმაციის ქონის პრობლემა არ არსებობდა. ეს იყო უფრო ხელისუფლების რეაგირების არ ქონდა. თუ დღევანდელ ხელისუფლების რეაგირების არ ქონას შევადარებთ, ზუსტად იგივეს მივიღებთ, რომ დღეს რომ ეუთოს დასკვნის თაობაზე კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ მე ამას არ გავათვალისწინებ, რომ ისინი სულ ტყუიან და მატყუარებს უძახებს და გამყალბებლებს უძახის ეუთოს წარმომადგენლებს, ცოტა უხერხულადაც უნდა იგრძნოს თავი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თვითონაც კარგად იციან რა გააყალბეს, სად გააყალბეს, საქართველოს კონსტიტუციიდან დაწყებული, საარჩევნო კოდექსით დამთავრებული და იმ რეპრესიული კანონებით დამთავრებული კიდე რომელსაც ისინი ყოველდღე იღებენ იმ სასამართლოების მოსამართლეების ჩათვლით. მე ვფიქრობ, მათ არ ასწრებათ ჰააგის სასამართლო მარტო ის ფაქტი, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ეს ძალიან ცოტაა. თუ მათ რეაგირება არ ექნებათ და არ გაიწვევენ რეპრესიულ კანონებს, როგორიც არის ეს აღიარებითი და ტროტუარის და ასე შემდეგ კანონები, ხო, მათ რეალურად ძალიან დიდი სასჯელი, მძიმე სასჯელი ელით ჰააგის სასამართლოში და თუ ისინი დღეს ფიქრობენ იმას, რომ იცი რა, ჰააგის სასამართლო მათ ვერ გაასამართლებს, იმიტომ რომ მაშინ ჯერ ნაციონალური მოძრაობა უნდა გაესამართლებინათ, მე ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ აი ამ დასკვნების შემდეგ ევროპული
სტრუქტურების, რომელსაც აქონდა ადგილი 2005-ში, 2007-ში, 2010-ში ძალიან კრიტიკული დასკვნები იყო ისიც, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, აი ეს ამ დასკვნების საფუძველზე წესი და რიგით თითოეული მასალები უნდა გადაეცა ჰააგის სასამართლოში და თვითონ კი არ უნდა გაესამართლებინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტპატიმრად აქცია იმის გულისთვის, რომ პიჯაკების ღილების გულისთვის ყავს გასამართლებული და გაურკვეველი 9 მილიონის გულისთვის. მაშინ როცა მის პრემიერ-მინისტრს სახში უპოვეს ოქროს ზოდები 6 მილიონი დოლარი და ასე შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტს იმის გულისთვის, რომ უცხო ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და სხვა უცხო ქვეყნის პრეზიდენტებისთვის დახარჯა ფული და ამით საქართველოს ერთადერთი რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად ის იყო, რომ საქართველო გაიცნო საერთაშორისო სამყაროდ, როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლი სახელმწიფო. ის რაც ხდებოდა შიგნით სხვა საკითხია და ეს სხვა საკითხი უნდა დაერეგულირებინა ოცნებას და ზუსტად ეს სხვა საკითხი უნდა საკითხის დამამტკიცებელი მასალები უნდა გადაეცა ჰააგის სასამართლოსთვის, მაგრამ არ გადასცა. 13 წელი ინახა ოცნების ხელისუფლებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ დარჩენილი იყო ხელისუფლება. ყოველ არჩევნებში ქართული ოცნება უთითებდა მოსახლეობას, რომ თუ მე არ მომცემ ხმას, აი ნაცები მოვლენ და სისხლის მდინარეები თქვენ ნახეთ რა იქნება გარეთ. ეს რეალური მუქარა იყო. ჩვენ ხალხს ნამდვილად გვეშინოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების, იმიტომ რომ ყველას გვახსოვს რეალურად რა ხდებოდა იქ. თუ ეხლა ბავშვებს არ გახსოვთ და მხოლოდ ბუშის ჩამოსვლა გახსოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გინდათ იმის გაგონება და იმის გარკვევა რა ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში. ბუშის იქით რამდენი ადამიანი იყო ნაწამები, ნაცემი მოკლული ქუჩაში, მიწაში დამარხული და ასე შემდეგ. და ამათ ყველას დამნაშავეები ნამდვილად არ ერქვა რა. ვინც არ მოსწონდათ ყველას ეს დღე ელოდა და თუნდაც ის ფაქტი, რომ 200 პატიმარი ყავდა, პოლიტპატიმარი ყავდა ქვეყანას, ეს პატარა რაღაცაზე არ მეტყველებს. მაგრამ ის რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს ჰააგის სასამართლოზე თვითონ უწევს დაჯდომა ოცნების ხელისუფლებას, ეს უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს და ვერ დაიმშვიდებს თავს იმით, რომ იცი რა, იქ ეუთოს დასკვნაში ყველაფერი ტყუილი წერია და ამიტომ მას რეაგირება არ უნდა ქონდეს. უნდა გაიწვიოს ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. რაც შეეხება რატომაც ვწერ მიზანი ამ გადაცემას, რომ მანიპულირება იმის თაობაზე, რომ ოცნება კი ნამდვილად არის ცუდი ხელისუფლება, ნამდვილად არის კორუმპირებული, ნამდვილად არის რეპრესიული, მაგრამ რადგან ოცნება არის ცუდი, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან კარგი. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის მხოლოდ ორი არჩევანი, რომ ცუცსა და უარეს შორის გააკეთოს არჩევანი. რა თქმა უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი მესამე ძალა, რომელიც იქნება და დამოუკიდება არ იქნება გარეული შიგნით არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და არც ოცნების, თუმცა დღეს თუ გადავხედავთ ოცნების შემადგენლობას, მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით არიან დაკომპლექტებული, ამიტომ მესამე ძალის შექმნა ძალიან დიდი პრობლემა არ არის. და თუ ქართველი ხალხმა რამე უნდა გააკეთოს, ეს არის ის, რომ უნდა ჩამოაყალიბოს მესამე ძალა. ეს შუაშისტური ძალა, რომელიც არც ერთ მხარეს არ დაიჭირებს და არც მეორეს, თუმცა საქართველოს ტელევიზიები ორ ნაწილად არის გაყოფილი და ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები და ეს არის ქართული ოცნების სახელმწიფო ტელევიზიები, რა ვიცი, მათ ძალიან ბევრი ტელევიზიებიც აქვს. მთავარი ის არის, რომ დღეს მდგომარეობით საქართველო არ დაუბრუნდეს 2007-8 წლებს, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების კრიზისი ჰქონდა და იგივე არ უნდა განმეორდეს, რაც მაშინ განმეორდა ხელახალი არჩევნების გზით, რომ გაიმყარა, ასე ვთქვათ, ხელისუფლება და ამით კიდევ უფრო დაიმორჩილა ხალხი და კიდევ უფრო რეპრესიული გახდა.
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება და ამ უბედურების სათავე არის ის კონსტიტუცია, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს იცვლებოდა ჯერ და მერე ქართული ოცნების პერიოდში ორჯერ გადაიწერა, იმიტომ რომ იქ ცვლილებებისა და დამატებების ადგილი აღარ იყო უბრალოდ და ადგენდა ორჯერ თავიდან ბოლომდე ხელახლა გადაწერეს და ჩვენ ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ყველა ის უფლება, რომელიც ამ ორმა ასე ვთქვათ, ჰააგის სასამართლოს რეალურმა კანდიდატმა პოლიტიკურმა ძალებმა წაგვართვეს. თუ არ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ზუსტად იგივე დიქტატორი იქნება, როგორიც ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორიც იყო ივანიშვილი. იმაზე დამშვიდდება ქართული ოცნების წევრების მხრიდან, რომ ივანიშვილს თანამდებობა არ აქვს და ამიტომ მას ვერ დასჭიან, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ეს არის მისი შეცდომაში შეყვანა. ისე კოხტად დასჭიან, როგორც დაგიბარებიათ რა. და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობა უკავია თუ არ უკავია. თავარი ის არის, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო აპარატი გადასულია უკვე ვაჭრობაზე და სახელმწიფო ინტერესები არის გათანაბრებული ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან. და მე როგორც ვფიქრობ, ეუთოს დასკვნაში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა იმან, რამდენი პოლიტპატიმარი ყავს რეალურად უკვე დაკავებული ქართულ ოცნებას და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება აგროვებს პოლიტპატიმრებს და ძალიან დიდი ალბათობით, როგორც დღეს მდგომარეობით და დღეს არის 20 მარტი და 20 მარტის მდგომარეობით ლუკაშენკომ ამერიკის პრეზიდენტის მოთხოვნით ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გაუშვა ციხიდან და ამის სანაცვლოდ მან მოითხოვა სანქციებისაგან განთავისუფლება. ერთი სიტყვით მისთვის პოლიტიკური პატიმრები იყვნენ ვაჭრობის საგნები. და ზუსტად მე ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილიც აპირებს, რომ დააგროვოს ეს პოლიტიკური პატიმრები და შემდეგ ისინი გადაცვალონ მოთხოვნაში, რომ სანქციები მოეხსნას ბიძინა ივანიშვილის ქონებას, იმიტომ რომ ბოლო დროის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები მხოლოდ ამაზე გადის დაიცვან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და მეტი არაფერი. მე ამით დავამთავრებ დღევანდელ ანალიზს, თუ რაც ხდება დღეს, მე ვფიქრობ, რომ ვისაუბრე ისეთ თემაზე, რომელსაც ვერც ერთ ტელეარხებში თქვენ ვერ მოусმენდით, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ მოიწონოთ არხი, აქ ქვევით, ასე ვთქვათ, პატარა სარია, მოიწონოთ არხი, გამოიწეროთ და გაავრცელოთ ეს ჩანაწერი. მადლობას მოგიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ამჯერად მე აღარ გავჩერდები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ლანძღვაზე და მომავალი გადაცემა მიეძღვნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კოჰაბიტაციური წევრების მიერ იმ წართმეული ქონებების ფლობას და სარგებლის მიღებას, რასაც ესენი 13 წლის მანძილზე ეწევიან. ვითომ ოპოზიცია და ვითომ პოზიცია. სინამდვილეში კი ერთი მიზნებისთვის და ერთი სტრატეგიისთვის არსებობენ, რომ გადაინაწილონ ხალხის ქონება, ხალხის ფული, ის ბიუჯეტი, რომელიც მიაქვს სათითაოდ მათგან სახლებში და არ შეიცვალოს სისტემა. მათი მიზანია, რომ სისტემა არ შეიცვალოს. კერძოდ მათ ეშინიათ დაბრუნდეს ისევ მაჟორიტარული არჩევნები, რადგან პროპორციული არჩევნებით თითოეული პარტიის ის კანდიდატი, რომლებიც რომლებმაც ალიანსი შექმნეს, რომლებიც ელოდებიან, რომ პატარა მეფეები გახდებიან თუ ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანეს და ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე ვფიქრობ, ასე არაფერი არ გამოვა. ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა მოიწადინოს პირველ რიგში კონსტიტუციის შეცვლა, უნდა მოიწადინოს საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რომ მისი საკანონმდებლო ორგანო დაკომპლექტებული იყოს არა რომელიმე პარტიის თავმჯდომარის პირადი სიმპათიების განსაზღვრისთვის, არამედ იმ ღირსეული კადრებით, ვინც ქვეყნის ინტერესებს იცავს და ვინც თავს არ ჯანმრთელობას არ
დაუდებს და არ უყურებს თავის ქონებრივ და წოდებრივ მდგომარეობას და იბრძვის მხოლოდ ხალხის უფლებებისთვის, იბრძვის ხალხისთვის და იბრძვის დემოკრატიისათვის. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის პოზიციას, მესამე ძალის ჩამოყალიბებას და არ მისცეს ხალხმა მოქმედ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ პარტიის ლიდერებს ავნდოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიის ლიდერებს კი არა, საერთოდ პარტიული ცხოვრების კულტურა არ გაგვაჩნია, ვერც ერთი პარტია ვერ იტყვის, რომ რომელიმე საარჩევნო წელს მათში დაარჩევნები ჩაატარეს და CSKO-ში წარადგინეს ის სია, რომელიც შიდა არჩევნებით არჩევნებმა მოიტანეს, დაასახელეს და არჩევნებში გამარჯვებული პირები გამოვლინდნენ და სწორედ ამ სიით რომელიმე წელს დაკომპლექტდა რომელიმე საქართველოს პარლამენტი. ამიტომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა მომსპარიყო, არამედ უნდა მომსპარიყო პროპორციული სისტემა, იმიტომ რომ კორუფციის სათავე, ბუდე და ყველაფრის უბედურება სწორედ რო არის ეს პროპორციული სისტემა და არა მაჟორიტარული სისტემა. ამჯერად მართლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ეს არხი, გაავრცელოთ და მომავალ შეხვედრამდე.